მოგესალმებით არხის გამომწერებო. დღეს არის 23 მარტი 2025 წლის. მივდივარ ვარკეთილში, თბილისის ზღვაზე, თბილისის ზღვის სასროლეთში, სადაც ჯორჯიან ჰანთერსი აწყობს ტურნირს თებშებზე სროლის, სადაც ვარ დაპატიჟებული. მივიღე ირაკლისგან და ვაჟაცგან მოწვევა, ძალიან გამეხარდა, ცოტა დროში ვიყავი შეზღუდული, მაგრამ მაინც მოვახერხე და მივდივარ. კენჭისყვა ჩატარდა უჩემოთ, რაღაც ვიცოდი რომ ვაგვიანებდი და გვიან მივიდოდი, ბოლო გამოსვლელი ვიქნები, ბოლო მსროლელი. არ მაქვს დიდი გამოცდილება თებშებზე სროლის, მაგრამ საინტერესოა ჩემთვის რომ რამოდენიმეჯერ ვარ ამ სასროლეთში. ნამყოფი და მაქვს თებშებზე ნასროლი, მაგრამ ნახოთ მეც ვთვლი ბეც დეტალები არ ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ არ იქნებიან პროფესიონალი მსროლელები, უფრო ირაკლის მეგობრები და არხის გამომწერები იქნებიან ჩემი ვარაუდით. არ მგონია იყვნენ პროფესიონალი მსროლელები კიდევ ვიმეორებ და მეც მივიღებ მონაწილეობას, თავარია მონაწილეობა ჩემთვის. შევხვდები კარგ ხალხს, შევხვდები ბიჭებს, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს. გავცვლით ინფორმაციას, ერთმანეთს მოვეფერებით, დავიგეგმებით სამომავლოდ კიდე რა შეიძლება გაკეთდეს, აქტივობები რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული სამონადირეო სივრცე განვითარდეს, მოხდეს განვითარება, სწორისვლა, დამწყებებისთვის კარგი ინფორმაციის მიწოდება, დამწყებებისთვის კარგი გზების გაკვალვა, ასე რომ ნახოთ, გადავიღებ გასროლებს, გადავიღებ ვეცდები ყველა სროლა გადავიღო და ნახოთ რა გამოგვია. მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა გთხოვოთ კიდევ ბევრს, რომ ვიდეოებს აქვს ნახვა და არ აქვს გამოწერა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვაკეთებ ამ YouTube გვერდს იმისთვის, რომ იყოს ჩემთვის ფინანსურად მომგებიანი, მინდა უფრო გქონდეს შემეცნებითი სახე, ამიტომ გთხოვთ, ვინც უყურებთ, მხოლოდ ერთი რაც ჭირდება, დღილაკს დააჭიროთ და ჩემი არხი გამოიწეროთ, რომ სხვასაც გქონდეს საშუალება ნახოს ჩემი არხი და ავიდეთ ბევრ გამომწერებზე. აბადროებით, დანარჩენს უკვე ადგილიდან შემოგთავაზებთ. უკეთებთ ამ ტურნირს და აქტიურად ეხანაც ვთქვი, ეს წესები და რაც ეხლა თქვენ დაიცვლით, არის საერთაშორისო კომპაქტ სპორტინგის წესები ჩატარდება. ორი სიტყვით გეტყვით, რომ მე ვარ საერთაშორისო კატეგორიის საჯი და პარალელურად საქართველოს სპორტინგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენი ფედერაცია ამ სპორტის განვითარებას უწყობს ხელს ყველანაირად და დღეს სამისომად აქ, რომ თქვენ ეს სპორტი ესე ვთქვათ გაგაცნოთ და ნახოთ რა არის. რეალურად შეიძლება თქვენ ზოგი თქვენგან პირველად იყოს, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის. ნადირობაა ფაქტიურად ფარგლებში მოქცეული. ეხლა რაც შეეხება წესებს, პირველი დავიწყებ უსაფრთხოებიდან. ყველას თხოვნა არის, თხოვნა კი არა მოთხოვნა, რა თოფები, როდესაც სასროლ მოედანზე ვარ, გასროლის შემდეგ ერთთვის ვრითა, ორს არ აქვს მნიშვნელობა, თოფი უნდა გადაიხსნას სასროლი მოედნისკენ მიმართული. ნახევრად ავტომატური შემთხვევაში თუ ერთი ვისროლეთ, ეგრევე უნდა დაიცალოს და საკეტი უნდა დარჩეს ღია. როდესაც მოედანზე გადავადგილდებით, ნახევრად ავტომატურებზე საკეტი მუდმივად ღია უნდა იყოს და ორულიანები უნდა იყოს გადახსნილი. პლუს ამას თასმები მოხსენით თოფს, აუცილებლად თასმის გარეშე უნდა მოხდეს სროლა მოედანზე. პლუს ამას ორი ძირითადი მოთხოვნა რაც არის ყურის და თვალის დამცავის საშუალებები, როდესაც გეხართ პოზიციაზე უნდა გეკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სროლელი არ დაიშვება, ეს უსაფრთხოების მოთხოვნაა ძალიან კაცრი. ეხლა რაც შეეხება წესებს, წესები ძალიან მარტივია. პირველ სერიას 25 ვაზნას მიიღებს თითო მსროლელი. აი ესეთი პროგრამაა პირველი 3 ერთეულის სამიზნე იქნება 3ჯერ თითო სასროლ პოზიციაზე და ბოლო წვილი იქნება სასიგნალო. როდესაც ერთი თებში გამოდის, მე შეგახსენებთ ხოლმე კიდევაც, შეგეძლებათ რომ ერთი თუ ააცილეთ, მეორე ესროლოთ. ეგ იქნება 3ჯერ. ხოლო როდესაც წვილია ერთი გასროლის შემდეგ გამოდის მეორე თებში.
ამ შეჯიბრში ერთ სამიზნეზე, როდესაც წვილია, უნდა მოახდინოთ მხოლოდ ერთი გასროლა. მეორე გასროლა საწარმოებთ მეორე თევზზე, რომელიც თქვენი გასროლის შემდეგ გამოვა. თუ იგივე თევზს ესროლეთ, ერთ თევზზე ორის გასროლა, ესეთ შემთხვევაში ორივე აცილებაა, რომ გატეხოთ რა და ეს გახსოვდეთ. თუ რამე კითხვები გექნათ, არ მოგერიდოთ, ეს არის ძირითადი ჩონჩხი, ესე ვთქვათ, ამ შეჯიბრის პრინციპის. სროლა ხდება რიგითობით, პირველი კაცი იწყებს და პოზიციებზე გადადიან. Აი ადგილზე აგიხსნით უფრო აქედან უფრო რთული იქნება. ერთი კაცი დადგება პოზიციაზე, 5 ვაზნას გაისვრის, გადავა შემდეგზე. შემდეგი კაცი რო შევა, უკვე თითო-თითოს ისვრის, ესე მიყოლებით. უკვე ყველა რო შეივსება, თითო-თითოს გაისვრის, მერე ამის ჯერი დგება და აი ესე ხდება სროლა თანმიმდევრობით. დანარჩენი რთული არაფერი არ არის. თქვენ ნახავთ, ტრაექტორიები დაყენებულია, გაგაცნობთ წინასწარ. პირველები ვინც შევლენ პირველ პოზიციაზე, ტრაექტორიების ნახვა შეეძლებათ. და ერთი მომენტი, წვილის დროს ყურადღებით რომ იყოთ, ამ შეჯიბრის პრინციპი არის ისე აგებული, რომ თქვენი პირველი სამიზნე, როდესაც წვილს ისვრით, თქვენი წინამსროლელის ბოლო სამიზნეა ყოველთვის. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პირველი თევზში თქვენთან რა გამოვა და მომზადებული დახდეთ უფრო, ესე ვთქვათ რა. თუ რამე კითხვები გაქვთ, არ მოგერიდოთ, რა ვიცი, ყველაფერზე თქვენ გვერდში ვარ და წარმატებას გისურვებთ და კარგი პროგრამას უყურებთ. მივესალმები გოგას არხის გამომწერებს. ყველას ურჩევ, რომ არხი აუცილებლად უნდა გამოვიწეროთ. დღეს ვართ ეგრეთ წოდებულ სპორტინგის სასროლეთში. უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს. ეს არის ჩემო გოგა ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ არ გვაშინებს არც ქარი, არც წვიმა და ასე შემდეგ და ურჩევ ყველას ჩემო გოგა, რომ აი თვეში ერთხელ მაინც ამოვიდეს სასროლეთში, ისროლოს, შეაჩვევს ხელს და ვისაც ენატრება ნადირობა, ეს არის ძალიან კარგი ადგილი, რომ ანუ თავისი ჟინი მოიკრას რა. ეგრეთ წოდებული მე ისურვებ ვაჟა წარმატებას. ყველას თავი აქ ის არის, რომ შევიკრიბეთ ძალიან კარგი ხალხი. ერთად ყველანი მეგობრები, ერთმანეთს ახობები და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ჩავეხუტებით და ყოველთვის არის ესე ხოლმე შევიკრიბებით, ვიხსენებთ. მე საღამოს კიდე თვითონჭიკას დავლებთ და ასე შემდეგ. ძალიან კაი. დიდი მადლობა ყველას. მოგესალმებით, ვიმყოფებით ტურნირზე, თევზების სროლაში, სპორტინგში. სამწუხაროდ საბედნიეროდ პირველი ნომერი შემხვდა მე და ნახოთ რა შედეგზავდე. წარმატებებს უსურვებ ყველას და გირჩევთ, რომ თქვენც ნადირობას თუ ვერ ასწრებთ, ვერ გიხერხდებათ, აქ მაინც მოხვიდეთ და გაერთოთ ხოლმე. ძალიან კაი, დიდი მადლობა. იგი შეიძლება აკონტროლოს. აპარატიც იმართება. ცოტა ფორმატი მოგესალმებით ყველას. დღეს არის 23 მარტი. კი ბატონო. ამინდი ცოტა არ იყოს ქარიანია, მაგრამ უფრო სპორტული განწყობა არის დიდი ალბათობით. პირველად ვართ უმეტესობა და ძალიან კარგი ორგანიზება გაკეთდა სასტენდო შეჯიბრი. თევზებზე სროლა. და მონაწილეები არც ისე ცოტა ვართ და ძალიან დიდი განწყობა არის. მივესალმებით ყველანი ამ დიდ ყველანაირ შეჯიბრს, ესეთ შეჯიბრებს, რომელიც შეჯიბრით სეზონი დაგვიმთავრდა ახლა მონადირეებს და როგორც შევძელით, ისე გავაკეთებთ გართობას ამ სროლის ამბავში. რა ვიცი, ნახოთ, ყველას წარმატებებს უსურვებ და პირველ რიგში, რავი, დიდი გამოწვევა არის პირადად ჩემთვის, რომ ეს ორგანიზება გაკეთდა და პირველ რიგში ის არის, რომ მეც პირველადა ვარ და ჩემი თავის გამოცდა არის ახლა ეს. დაიწყო უკვე. პირველ სროლელმა ისროლა. მოგესალმებით, აბა. აქ ვარ დღეს მოსული სპორტინგის ფედერაციაში.
მეგობრებთან ერთად. და რა ვიცი, ცადოთ რა იქნება, როგორ იქნება, შევეჯიბრებით ახლა მეგობრულად ოღონდ. კი ბატონო. ისე არა და საბაბად ხო? საბაბად. საღამოს საბაბად. მე უფრო საღამოს გულიზე ვარ აქ მისული. ვიტრი ამის გულიზე, მაგრამ მივიღებთ მაინც სიამოვნებას. მორჩა ნადირობა, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ რა. რა მონოდილი გაგიგა? არ ვიცი, ჯერ ასაც უყურებ საშუალო სირთულის მგონია რა და იმის სამხედრო სროლა როგორ წამივა, მე ვნახოთ რა. წარმატებები. ასევე. შეძა ყველა მონაწილე. ასევე. მადლობა. Ça va? თავზე და ირაკლიმ თავი გადაწია. ემზადებით. აზიდვები რაღაც. ჩემი 5 თვიანი ვარ. ვადებით 5 პლუსი მეტი. ხუთი და თან სავაზნე დაგზელებული და კიდე 15-ით გადიხარ. რა ქენი ვაჟო? ერთი სწორად გავა. პირველი ჭანკა. აბა გულშემატკირო შემდეგში. გულშემატკირო. მე მგონი თამადობა არ ამცდება. ო, სხვა გზა არა გაქვს. Mira, estamos, mira. აი ეგრე გამოფრენდი ფიდოს ხო უოჭველი გა ერთი კიდე. ვაკ-19 მონაწილე არის გაძლიერდა. ნავია ახლა სპიჩისის ამის შემდეგ მე შევდივარ და ვნახოთ აბა როგორ ვისვლი რა გამომივა.
მგონი პირველი არის 2 და მეორეს 8 და 1 ქულა. მე მგონი ეგრეა. ბატონო გოგო, პირველი სავეშტილებები როგორი არის? ძალიან კაია, თანდათან ბაზარში ვარ. კი. სახალისოა და იმის გარდა რომ სახალისო მეგობრებო საჭიროა რა. აუცილებელი. ამის საშუალება უნდა გამონახოს ხაცვა ყოველთვის თვეში ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც მოხვიდე წაივარჯიშო. სეზონამდე 5-6 ძალიან გაიქცა. სუდია, კი. ნამდვილად. წარმატებები. მადლობა. იამებთან ესროლე. Yamaçtan. ორგანიზება და იდეა საუკეთესო მაგარი გაცხადა. თან გავერთე და დასასრული კიდე უკეთესი იქნება, როგორც ბატონი ვაჟა გვირდება. Bravo! ასრულება პირველი ეტაპი მოვჭით მეორესთვის ვემზადებით გავაგდება ადგილები გადავთ მეორე ვაჟა ხო არ დამეყარი ენაცვა არა პირველი ტური დასრულდა ეხლა ველოდებით მეორე ტურს შედეგები როგორცაც ველოდი ეგეთი იყო შედეგები ცოტა ქარმაშები შეგვიშალა ხო მაინც როცა ისმის ტიპს ველოდები ცებ ქარი აცმევი მიმართულებას იცვლიდა წვილი იქნება. საერთოდ სროლა შეგვეძლება წვილზე თითო როგორც ეხლა. დანარჩენი არაფერი არ იცვლება. თანმიმდევრობა შეიცვალა მე-11 ნომერი დაიწყებს. სასიგნალო წედებია გასტროლის მერე გამოვა მეორე სამიზნე. რა მინდოდა? ხო, ყურადღება მიაქციეთ რომ თოფი გადახსნათ გარეთ და დაკეტოთ და აქეთ ნუ შემოტრიალდებით თოფი დანარჩენი ნორმალურად მიდის. პროგრამები წერია, თებშები ვიცით ყველა A-დან იწყება A, B, და აი ეს თებშია, კურდღელი აღარ იქნება, სხვა თებშია განახეთ და F-ი ეს მოკლედ წამოდი ტრაექტორიებს შევხედოთ და არ მიჩქარებ მაინც მოკლედ დასრულდა დღევანდელი შერკინება კლუბი მონადირის მიერ ორგანიზებული, ესე ვთქვათ, პირველი ტურნირი შიდა
სამოყვარულო ტურნირი კომპაქტ სპორტინგში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ამინდმა ესე ვთქვათ ხელი შეგვიშალა, ძალიან რთული იყო სროლა ტრაექტორიებზე ძალიან ძლიერი ქარის გამო, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად ისროლეს ბიჭებმა, ბევრმა და რა ვიცი, ფაქტიურად პირველი შეჯიბრისთვის, ახალბედებისთვის ძალიან კაი შედეგები დაფიქსირდა. მესამე ადგილზე დიმიტრი ჯაყელი 29 ქულით. მოგილოცავ ეს სიგელი, ცოტა. მოგილოცავ ხილად. მედალიც ვიპოვოთ. ეს მედალი მიდის შენ ჩამოაქვს თავზე. ხელი აღარ ყოფნის. აჰა. ეგეთი და სხვა უკეთესად ესროლოს ხოლმე. მეორე ადგილი მურად ახმედოვი. საკმაოდ კარგად ისროლა პირველი სერია, მეორეში თოფმა უღალატა, არ გაითვალისწინა, რომ გამოეცვალა თოფი და 2-3 ქულა მარტო მაგიტომ დაკარგა. თოფის გაუმართლობის გამო ძალიან კარგად ისროლა და ასე შემოზავნა, მემძანდი მეორე ადგილზე. და დღევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული ვეტერანი ბატონი ვაჟა მაკარაძე 11 ქულა. არ ვედოდი ნამდვილად არ ვედოდი. ძალიან კარგი შედეგია ეს медали. და თასი დამსახურებულად. ენაცვალი, ამით ვიჭება დავлет გულოსეთ. მემძანდი პატრიცემულო. ვიცით რომ მეგობრებო გვაქვს ასევე პირველი, მეორე, მესამე ადგილისთვის კომპანია Drive Motors-მა, რომელმაც დააფინანსა ესე რომ ვთქვათ ტურნირის საპრიზო ხაზი. პირველი, მეორე, მესამე ადგილისთვის გვაქვს ფულადი პრიზები, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, მინდა პატარ-პატარა ნომინაციები გამოვაცხადო. წლის განმავლობაში ხა მონადირეები ვართ აქ ძირითადად ვინც ვართ და რაღაცები დაგვამახსოვრდა რა და ესე იგი წლის მაზილა ხო, წლის არა, კარგად ინადირა, მაგრამ დღეს რაც გააკეთა, ეს მან დაიმახსოვრა, დაიმსახურა. როსტი გაფციაური, მომზადია. აგერ დადექი ბიჭებთან? ხო, ეგ მოიხსენი. ხო, ამდენი ხანია ნადირობთ, ახალგაზრდები ვართ, მუხლი გვიჭრის, იქაც ვიდივართ, აქაც დავდივარ და ეს კაცი რო ჩვენ გვერდში არის, კლუბის უხუცესი, ბატონი ვაჟა მაკარაძე. ხო, ახლა ზოგს წყერზე ნადირობა უყვარს, ზოგს იმაზე, ზოგს ამაზე, ზოგს იმაზე და წლის მეკურდღლე, ვახო ავციაური. ხო, ოღონ ეს მეურნეობებში ნადირობს კანონიერად და ასე შემდეგ. თავი დაგვამახსოვრო ამ კაცმა თავისი სოფლი, თავისი მხარით წლის მეხოხბე, ბატონი გიგა. მოდი გაკოცო. შენი იმედი მაქვს ხოხბებზე. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, მთელი დღეა გვერდში გვიდგას და ასე რომ ვთქვათ, საერთოდ პირველად ისროლა დღეს თოფი რა. გიორგი ხიზანიშვილი, ნომერი პირველი მსროლელი. N1 მსროლელი. ხო, სულ ეს არის მეგობრებო, მადლობა დღევანდელი დღისთვის. პრიზები. თავარი პრიზები, ხო, რაც შეეხება. აქ არის შიგნით ფული. მესამე ადგილი სადა ხარ? აგერ ძამია, შენ 200 ლარიანი პრიზი? 300 ლარი და პირველ ადგილზე გასვოს 500 ლარი. მე მინდა აღვნიშნო, რომ მე ამ ფულს ხარჯავ დღეს. რაც კიდე კაია. ორი სიტყვით შემაჯამებელს ვიტყვი. პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მოსვლისთვის, ამ საინტერესო ტურნირში მონაწილეობისთვის. ავი, ეხლა დამეთანხმებით, ვისაც არ ქონდათ მონაწილეობა მიღებული, რომ ძალიან აზარტული სპორტია, ნადირობასთან ძალიან მიახლოებული, თავის ყველაფრით და რა ვიცი, იმედია მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთვებით ამ სპორტში. მინდა მადლობა გადაუხადო კლუბ მონადირეს, ასევე სპორტინგის ფედერაციას, თბილისის რა ქვია, სასტენძო სროლის კომპლექსს და სულ ყველას თქვენთაგანს დღევანდელი ტურნირის ესე ვთქვათ, გამართვისთვის და ჩატარებისთვის და მონაწილეობისთვის. მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ, კაი ნადირობები და კაი სროლები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხშირად
სისტემატიური სახე მივცეთ შეძლებს დაგვარად ესეთ ტურნირებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა სურვილი გამოთქვა, როდესაც მიმდინარეობდა სასტენდო სრულა დღეს. და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას და ფედერაციას. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყველას და გარდა იმისა, რომ კლუბური ტურნირებია, აი ფედერაციის ტურნირები წლის განმავლობაში ტარდება, დაახლოებით 10 შეჯიბრია ხოლმე. უფრო დიდი მასშტაბის, ესე ვთქვათ, ხალხიც ბევრია და გასტროლების რაოდენობა მინიმუმ 100-ია ხოლმე. 100-დან 200-მდე რა გააჩნია რა ტურნირია, რეგიონებში სტარდება და ჩაერთვებით ძალიან კარგი იქნება და აუცილებლად ვესწრებით ყველანაირად. გაიხარეთ. მადლობა კიდევ ერთხელ. ყველას კიდევ ერთხელ.